ატმის მოსავლის აღების სეზონი დასასრულს უახლოვდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღოლაშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ პლატონ კალმახელიძესთან ერთად გურჯაანის მუნიციპალიტეტში ატმის დაბინავების პროცესს გაეცნო. მინისტრი სოფელ ჩუმლახში ფერმერ ვალერი ტურაშვილის მეურნეობასაც ესტუმრა. მათ 40 ჰექტრამდე ატმის, ვაშლატამისა და სხვა ხეხილის ბაღები აქვთ გაშენებული. 2026 წლის 1 მაისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებული 20,500 ტონა ატამი და ვაშლატამა 25,4 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულებით. ატმის მოსავლის კრეფა უკვე დასასრულს უახლოვდება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ ნორმალურად მიდიოდა, იყო რამდენიმე დღე შეფერხებები ექსპორტთან მიმართებით, თუმცა კოორდინირებული მუშაობით. რა თქმა უნდა, ყველა ეს გამოწვევა აღმოფხვრილი იყო და გადაჭრილი იყო. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და ხაზგასასწრებელია, რომ არც ერთ ფერმერს არ დარჩება მოსავალი ჩაუყარებელი არა მხოლოდ ატამთან მიმართებით, არამედ სხვა დანარჩენ კულტურებთან დაკავშირებითაც და ეს არის ზუსტად სამინისტროს მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ ფერმერს მაქსიმალურად გვერდში დაუდგეს იმისთვის, რომ მოსავალი არ დარჩეს დაუბინავებელი და საექსპორტო შესაძლებლობები გახსნას. ატმის მოსავლის დაბინავება დასასრულს უახლოვდება. ძალიან ეფექტურად იმუშავა სამაცივრე მეურნეობებმა, რომლის ნახევარზე მეტი სახელმწიფო პროგრამებით იყო დაფინანსებული, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ მნიშვნელოვანი რაიმე პრობლემა ატმის დაბინავების და რეალიზაციის პროცესში არ შექმნილა. გრძელდება აქტიურად სოფლის მეურნეობის პროგრამების განვითარება სამინისტროს მხრიდან, იქნება სოფლის პროგრამები უფრო მეტად შედეგზე ორიენტირებული და მოხმარდება უფრო მეტად მიზნობრიობას ამ დარგში მოღვაწე ადამიანებს. 2018 წლიდან მოყოლებული დღემდე უკვე მეცხრე სეზონია, რაც ეს სამაცივრო მეურნეობა და ვამუშავებთ რა. ყავს კლიენტები ყავს, რა ვიცი, მუშახელი ყავს და ხარისში ვერკვევით კარგად და ხარისიდან გამომდინარე ვიბარებთ საქონელს. დღეში ალბათ მიგვიღია 5 ტონაც, 60 ტონაც. აი სეზონი როგორი აქტიურია იმის და მე და ხარისს მივიღებ. წელსაც ანალოგი რა, ყველა დღე იყო 50 ტონაც მივიღეთ, დღე იყო 5 ტონაც მივიღეთ. საშუალოდ 40 ტონა, 30 ტონას